ქალბატონო მარი, როგორ ბრძანდებით? ზუგდიდები კარგად ვიცი. დიახ. ქალბატონო მარი, რა სიტყვით ჩემს სახებ და კოჯრის შესახებ? თქვენ შესახებ და კოჯრის შესახებ. დიახ. შენ დავიწყე რომ კოჯოში უკვე ხანია დავდივარ ძალიან მომწონს შესაბამისად იმიტომაც დავდება დიდი ხანდა. დიახ. თქვენ რაც შეგეხებათ ძალიან პერსპექტიული და მომხიბვლელი ახალგაზრდა ბრძანდებით ძალიან მიყვარხართ მთელი ჩვენი ბანაკი სული და გული ბრძანდებით გენაცვალე და მინდა რომ მთელი ცხოვრება ისეთი ბედნიერი ისეთი ღიმილიანი და ისეთი საყვარელი ყოფილიყავი ყოველთვის რომ ყოველ ადამიანისთვის ყოველთვის სიკეთე და სიხარული მოგეტანოს. დიდი მადლობა ქალბატონო მარი, ასევე თქვენ დიდი მადლობა. გადავედით ქალბატონ ქეთინოსთან. გამარჯობათ ქალბატონო ქეთინო, როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგი. რა სიტყვით ჩემს შესახებ და კოჯრის შესახებ? კოჯრის შესახებ პირველად არამყოლებიდან ძალიან შენზე იმას რომ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, შენ რო აყავდი ამ კოჯრის ხალხს. ალბათ ეს მხოლოდ ვერ დიდი მადლობა ინტერვიუს დიდი მადლობა. გამარჯობათ ქალბატონო, ერთით ქალბატონო ლელა მობრძანით აქ. ერთით ქალბატონო. კარგით გამოვედით. ქალბატონო ვერიკო. დავდი და მე დავდო. კაი. ხალი ინტერვიუ მომენტით. არ ვარ ჯერ მზად ინტერვიუ. უკაცო. გამარჯობათ ქალბატონო ვერიკო. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მადლობა. რა სიტყვით ჩემს შესახებ და კოჯრის შესახებ? ძალიან მიყვარხარ შენ. თქვენ ერთით უკაცრავად თქვენ როგორც მუზათელი საქართველოს სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი, იმიტომ მოვედი და იმიტომ ვიღებ თქვენგან ინტერვიუს. თუ შეიძლება რა სიტყვით ჩემს შესახებ და კოჯრის შესახებ? დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის. ბატონო გიორგი, ძალიან მიყვარხარ. იმიტომ რომ გაქვს ძალიან ლამაზი მკერდი და ძალიან ლამაზი გავა ხო იცი რაც არის? ტაკი. მიყვარხარ, მაგიჟებს შენი მუსკულატურა. კოჯორი ძალიან მიყვარს. ძალიან ლამაზი ხარ. კბილები გაქვს, უნიკალური კბილები გაქვს, უნიკალური კბილები. პოლიმუსიკი არ აგზავნიან. კიდე რა სიტყვით მოიფიქრეთ თუ შეიძლება ქალბატონო ვერიკო. დიდი მადლობა შეფასებისათვის. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. მიყვარს შენი მამუკა და თამუნა, დიდი მოკითხვა ჩემგან. მადლობა, მიყვარხარ. დამპატიჟეთ ისრაელში. ზღვაზე ველოდები თქვენს მიპატიჟებას. კოჩნით კოჯრიდან ვერიკო. დიდი მადლობა. ქალბატონო ნათელა. რა სიტყვით ჩემს შესახებ? ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ძალიან მიყვარხარ. კიდევ ჩემს შესახებ კოჯრის შესახებ რა შეიძლება თქვათ შემაფასეთ ან კოჯრში რაც როგორ გინდათ? ძალიან კარგი ბიჭი ხარ და რა გიყოთ მეტი რა უნდა რა შეიძლება თქვა ყველაზე კარგი ბიჭი ხარ ვინც აქ არის? ვინც არის ისრაელში? დიდი მადლობა შეფასებისთვის, დიდი მადლობა, ასევე თქვენ მადლობთ, ნახოთ. არა, რა ქალბატონო ლალი რა სულ ჩემს შესახებ და კოჯრის შესახებ. ქალბატონო ლალი რა სულ ჩემს შესახებ და კოჯრის შესახებ. შენ შესახებ ვიცი რომ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და ლაილაში